კვირის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვატიკანში იმყოფებოდა, სადაც რომის პაპსა და წმინდა საღვთის მაღალ ჩინოსებს შეხვდა. განხილვების მთავარი თემა სომხეთი-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდა და ვიზიტის მთავარი მიზეზი სომეხი კათოლიკე მთავარ ეპისკოპოსის იგნატიოს მალოიანის წმინდა შერაცხვის ცერემონია იყო, რომელსაც რომის პაპი ლეო მე-14 უძღვებოდა. ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა რომის პაპ ლეო მე-14-თან და ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან. შეხვედრების მთავარ თემას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პროცესი და რეგიონული უსაფრთხოება წარმოადგენდა. წმინდა საღვთის წარმოადგენელმა მიულოცეს მხარეებს სამშვიდობო მიმართულებით მიღწეული პროგრესი და გამოთქვეს იმედი, რომ რეგიონში სტაბილურობის ახალი ეტაპი დაიწყება. თავის მხრივ ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ხელისუფლების ერთგულება მშვიდობის დღის წესრიგისადმი.